რადიო კალენდარი. მოგესალმებით საქართველოს რადიო წარმოგიდგენთ გადაცემას რადიო კალენდარი. ილია თაუბერიძე გესაუბრებათ, მიხეილ კოჩაძეა ჩვენი ხმის რეჟისორი. რადიო კალენდარი. 120 წელი შესრულდა გენიალური პიანისტის ვლადიმირ ჰოროვიცის დაბადებიდან. არ ვიცი როგორ შეიძლება სიტყვებით გადმოსცეს, ასად გრძნობ, როცა უსმენ ჰოროვიცის შესრულებას. ეს ალბათ შეუძლებელია, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ასეა, ამიტომ უმჯობესია უსმინოთ მის ჩანაწერებს, რომელიც საბედნიეროდ შემოგვჭა, მაგრამ გადაცემის ჩაწერა დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მაინც გადავწყვიტე, ვფიქრობ პიანისტის ბიოგრაფიული და შემოქმედებითი ცხოვრების მომენტების გახსენება ჩვენ მსმენელს უფრო მეტს გააგებინებს ვლადიმირ ჰოროვიცის შესახებ, რომელზეც მაგალითად რახმაინოვი ამბობდა, რომ მის დაკვრას მოусმინე ფორტეპიანოს უფრო მეტი შესაძლებლობები აღმოვაჩინეო. ვლადიმირ ჰოროვიძე ვისაუბრებთ დღეს რადიო კალენდარში შალვა ცხოვრებადასთან ერთად თქვენ უსმენთ საქართველოს რადიოს. ილია თაუბერიძის საავტორო გადაცემა. რადიო კალენდარი. მოგესალმები შალვა. მადლობა რომ დამთავრდი გადაცემაში მონაწილეობაზე. სიმართლე რომ გითხრა, როგორც შესავალში აღნიშნე, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, იმიტომ რომ ცოტა რთულია არა სპეციალისტისთვის ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მე შევხედე ასე, რომ მუსიკა არ არის მარტო სპეციალისტებისთვის. მუსიკა იწერება მსმენელისთვის. და მოდი ჩვენ მე ვარ ყოველ შემთხვევაში მსმენელი, რომელსაც უყვარს ჰოროვიცი, უყვარს მუსიკა და თქვენ ასევე სპეციალისტით შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცით მუსიკა და იცით ჰოროვიცის შემოქმედება. დავიწყოთ მისი ცხოვრებით. ბიოგრაფიას რო კიდევ ერთხელ გადავხედე, რაღაცნაირად ბალანჩინის ცხოვრებას გავს და მის ცხოვრებას. იმანაც 24 წელს დატოვა პეტერბურგი, ჰოროვიცი წავიდა 25 წელს, გაუსაძლისი იყო უკვე საბჭოთა კავშირში ცხოვრება, უკრაინის დამოუკიდებლობა ბოლშევიკებმა პრაქტიკულად მიწასთან გაასწორეს და მას ჰქონდა უკვე სენსაციური გამოსვლები, მაგალითად პეტერბურგში 22 კონცერტი დაუკრაო 11 სხვადასხვა პროგრამით ერთი წლის მანძილზე და კარგად დაემთხვა ის, რომ მის ბედი იყო ალბათ, რომ პეტერბურგში ჩამოვიდა არტურ შნაბელი. კი, ჩემ ბოლო დაკვირვებები ჰოროვიცზე რაც მაქვს, გამიჩნდა ზუსტად აი ამ ომის შემდეგ და ვიფიქრე, რომ ჰოროვიცს ალბათ ძალიან აღარ უნდა აქ დაბრუნება. პირველ რიგში, გამიჩნდა იმ ჰაროლდ შონბერგის წიგნის საკითხვის მერე. ყველგან ჩანს, რომ ჰოროვიცი არც ცდილობს ხოლო დასაწყის პერიოდში ახალი წასული რო ბრუნდება, თუმცა შემდეგ უკვე აღარ საბჭოთა პერიოდში არ ბრუნდება, არც დედის სიკვდილის დროს, მამა რეპრესირებულია. ნახავს პარიზში 30-იანებში და პრინციპში კომფორტს პოულობს დასავლეთში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თქვა ჰოროვიცისთვის, როგორც მუსიკოსის განვითარებისთვის. ეს სხვა შორის წერია მოგონებებში ხშირად არის აღნიშნული, რომ შემაშფოთებელი იყო, რომ მისი როიალი გადმოაგდეს ფანჯრიდან. ზოგ ვერსიაში წერია, რომ წაართვეს. არ აქვს მნიშვნელობა ამას კონკრეტულად როგორ იყო სინამდვილეში, თავარია ის, რომ ეს ესეთი მნიშვნელოვანი დეტალია. ჰოროვიცი ხა ძალიან მოცულია ლეგენდებით, რომ ბევრი რაღაცა ნათქვამი ხარ. ეს ხდება ხან სინამდვილე არ ვიცით. შნაბელმა რომ მოусმინა რა არის ცნობილი? აი შნაბელამდე სანამ მივალთ, ძალიან საინტერესო იყო ის გზა, როგორ მივიდა, თქვათ ბერლინამდე, როგორ უნდა და შნაბელის კლასში ჩაბარება. და თქვათ შნაბელი იყო ატიპიური წარმომადგენელი ლიში-ტიცკის სკოლის. და ჰოროვიცი ხა თქვათ ჰიპოთეტურად რო დაუშვა, აი სწორედაც ლიში-ტიცკის სკოლის წარმომადგენელი იქნებოდა კარგი. თუმცა არ შედგა ეს რაღაც კონტაქტი მათ შორის, არ შეიძლება, იმიტომ რომ კულტურული სხვაობა იყო, ის გერმანულად უკრავდა გარკვეული რაღაც. გათვლებით ჰოროვიცი იყო უფრო რუსულ-ებრაული სკოლის წარმომადგენელი, უკრაინელი ებრაელი იყო, ხო, წარმოშობით. და ან მე ვიგრძენი ამ ბიოგრაფიიდან, რომ ბერლინს თითქოს ვერ მოერგო ჰოროვიცი. და თავისივე ჩანაწერებში ამბობს, რომ თქვათ ედვინ ფიშერმა არ მოახდინა შტაბ-ბეჭდილება, მოახდინა ბაქჰაუსმა, მაგრამ არ მოახდინა სხვა გერმანელმა, უყვარდა სერკინი, მაგრამ არ მოწონდა მოსაბეზრებლად ეჩვენებოდა ეს გერმანული სტილი. და საბოლოო ჯამში ვერც დაიმკვიდრებდა ისე დიდ ადგილს, როგორც ამერიკაში დაიმკვიდრა. ანუ აშკარად მიხვდა, რომ ბერლინი არ იყო ის ქალაქი, სადაც ამერიკაში მალეც წავიდა. თუმცა ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა, ეხლა მე კი გულისხმობ, არ ჰქონდა წარმატება. ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა, მაგრამ რაღაცა უფრო სხვა უნდოდა. ესეც მას მიეწერება ლეგენდებს, ჩაიკოვსკის პირველი კონცერტის რაღაც მოულოდნელი შესრულება რომ მოუწია ბერლინში და ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა. შეიძლება იცი, რთულია ლაპარაკი, თვითონ არაფერი არ უთქვამს, აპირებდა სიცოცხლის ბოლოს კარნახს თავისი მემუარების, თუმცა აი იმ კონცერტმა, რომელიც გვიან ჩაწერეს მოცარტის ჯულინისთან ერთად, ამას ხელი შეუშალა.
სტენოგრაფისტი უნდა მისულიყო სახში, ამას ეკარნახა და შეიძლება ბევრი რამე გაგვეკო. შეიძლება ბევრი ტყუილიც. მილანში ჩაწერილი კონცერტი. ჰოროვიცზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ჰოროვიცი რას ამბობდა, რას გულისხმობდა, რას კარგად ჩანს დიუბალისტიკში კარგად ჩანს. რომელიც არის რეალურად ზუსტად მის საუბრების რაღაც სტენოგრამასავით რა. თუმცა მე მაინც გონია რომ დიუბალი ცოტა მეტად აფორმებს. ეგ არავინ არ იცის. აი შონბერგი უფრო გაწონასწორებული. თქვა ძალიან დიდი პიეტეტი აქვს ჰოროვიცის მიმართ, მაგრამ ხანდახან ძალიან კრიტიკულია. განსაკუთრებით პირად ცხოვრების საკითხებში და დიუბალი თითქოს დამოკიდებულია ჰოროვიცზე და ეს წიგნი არ მოხსოვს რომ წელს გამოვიდა, თვითონ ჰოროვიცმა წაიკითხა თუ არა დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო თქვა რაც დაწერ, რომ მე კეთილგანწყობა არ დაკარგო. მე მგონი არა, თუმცა მათ შორის კეთილგანწყობა მაინც ბოლოს გაფუჭდა გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე. ურთულესი წლები ქონდა მას, როგორც პიანის, როგორც შემოქმედს, როგორც ამბობენ მისი პროდიუსერი ამბობს, რომ აი ნევროტიკულ და ფსიქოპატურ ურთიერთობებს დამოკიდებულება შორის იყო თითქოს ცხოვრებაში და მას ჰქონდა პერიოდები მთელი 12 წელი გამოტოვა და არ უკრავდა. რასთან ოფიციალური მიზეზი აქვს, რომ ის დაიღალა თქვა მოგზაურობებით რაღაც, მაგრამ მე მაინც მგონი არის ხო რეპერტუარის კრიზისი, რაც ხო მარტო ჰოროვიცს არა დაემართა მანამდე იოსიფ ჰოფმანს, როცა ისინი უკრავდნენ რაღაც ყალგასულ მუსიკას, აი ამ ტიპის პიანისტებს უყვარდათ. რას ნიშნავს რომ სმენელისთვის გასაგები იყოს? ეს იყო თქვა აი ლისტის შემდგომი პერიოდის ვირტუოზების დაწერილი მუსიკა, თქვა აი ავიღოთ მოშკოვსკი, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე უკრავდა, მგონი მოსკოვის კონცერტის დაუკრა. მოსკოვის კონცერტის დაუკრა. ჰოფმანი ასევე უკრავდა ასეთი ტიპის მუსიკას, ჰოფმანი ასევე უკრავდა თავის დაწერილ მუსიკას და ესენი იყვნენ თქვა ბრწყინვალე პიანისტები, მაგრამ როგორც კომპოზიტორები საკმაოდ საშუალოები, შეიძლება ცუდებიც კი. და ჰოროვიცის ერთ-ერთი მთავარი ჰიტი იყო თოთ კარმენის ფანტაზია, ხო? ამ ძალიან სახელი გაითქვა და საბოლოო ჯამში ძალიან საეჭვო ხარისხის ტრანსკრიფცია. თუმცა მოწონდა პროკოფიევს. მე ძალიან გამიკვირდა ეს რომ ამოვიკითხე. და აი ამ დროს ზუსტად მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში აი შნაბელის ხაზი ძლიერდება და იწყება ბეთჰოვენის, ჰაიდნის, მოცარტის დიდი ციკლების ჩაწერა, შესრულება ყველა სონატების და გარკვეულწილად აი მან აჩვენა რომ ის მუსიკა რაც მანამდე სრულდებოდა, იმდენად აღარ აინტერესებს. შეიძლება ეს იგრძნო საზოგადოებაზე, შეიძლება ეს იგრძნო ჰოროვიცმა. თუმცა აი ეს დიდებაც ხო როგორია, ხო მერყევია ხან. ეს წვეტა ამას შეიძლება უკავშირდებოდეს. მე ამას უკავშირებ, ყოველ შემთხვევაში ამას უკავშირდება ჰოფმანის წვეტა და თქვა პაძერევსკისაც ქონია იგივე პერიოდი, რომ რამდენიმე წელი ჩაკეტილა სახში და თქვა მხოლოდ ჩანაწერებით არსებობდა და ჰოროვიცის შემთხვევაში გაუგებარია. ის რამდენიც მე ვიცი ალკოჰოლსაც ეტანებოდა, იყო გარკვეულად მედიკოსებზე დამოკიდებული, შეიძლება ეს ვანდას პრობლემები იყო, არ ვიცი. ზართულია მისი მეუღლის. ეს ამ ორი ადამიანის ცხოვრება ძალიან რთულია, იმიტომ რომ ვანდამ ხელი შეუწყო, ხელი შეუშალა ბევრ რამეს თუ რა, ანუ ამაზე კიდე ბევრია საფიქრელი. ისევ როგორც თქვა კოზიმას და ვაგნერის ბიოგრაფიაში ხდება, ანუ ჩვენ რაღაც ლეგენდები ვიცით, რაც შეიძლება ვანდამ გამოიგონა. და ბევრი სიმართლე არ გასულა თქვა სახლიდან. თქვენ ახსენეთ წვეტა რეპერტუართან დაკავშირებით და საინტერესოა აი დიუბალის წიგნში საუბრობს იმაზე, რომ მე-19 საუკუნის მუსიკა და მე-19 საუკუნის ბურჟუაზიულმა საზოგადოებამ რაღაცნაირად არასასიამოვნოდ იგრძნო თავი შეურაცხადი შუმანის, გიჟი ბერლიოზის და განდიდების მანით შეპყრობილი ვაგნერის გვერდითო და ხელოვნება მასეობა შეწყვიტაო რეალურად ამბობს და შემდეგ ამბობს რომ რატო იყო აი მოცარტი ადრე არ სრულდებოდა ხშირად და მე რატო დაიწყო ამის შესრულება, რომ მიუბრუნდნენ პიანისტები ამ მუსიკას და ხო, რა თქმა უნდა სოციალურ მხარე მუშაობს ამ ყველაფერს და თქვა ზემოქმედებს, მაგრამ მე მაინც გონია რომ აი გარკვეულწილად მოძველდა ეს გადამეტებული რომანტიკული მუსიკის შესრულება. და იყო ძალიან დიდი რეპერტუარი, რომელიც არ სრულდებოდა, თქვა იგივე ლისტი უკრავდა ბეთჰოვენის მესამე და მეხუთე კონცერტებს. ნაკლებად სრულდებოდა მეოთხე და თქვა მე პირველი მეორე. მოცარტის კონცერტები თითქმის არ სრულდებოდა. იგივე ჰოროვიცმაც სიცოცხლის ბოლოს დაუკრა. ხო, მოცარტის 23 კონცერტი. ეს მილანში არის გულისხმობთ? ხო, მილანში ერთ-ერთი სხვა არ არსებობს. და აი მანამდე ცხოვრების მანძილზე ის უფრო ვირტუოზულ რეპერტუარს ეტანებოდა, თუმცა უკრავდა ჰაიდნსაც. მაგრამ მოცარტი მისთვის იყო ადამიანი ნომერი პირველი, ნომერი 1, როგორც თუმცა აი იგივე ბერლინში როცა იყო ის ისმენდა ხო, თქვა გიზეკინგი უკრავდა სრულ ციკლს, მოცარტისაც ედვინ ფიშერი უკრავდა სრულ ციკლებს. მიაჩნდა რომ ის ნამდვილი მოცარტისტი იყო, თვითონ წერს რომ ფიშერი არის ნამდვილი მოცარტისტი. და ნიშვიათია რომ თუმცა ერთ ინტერვიუში ამბობს რომ ერთ ინტერვიუში ეუბნება რომ თქვენი მოცარტი არის საუკეთესო და ის პასუხობს რომ ამას იმიტომ ამბობთ რომ არ მოგისმენია თქვა რუდოლფ სერკინი. ეს იყო ჩემი პირველი შთაბეჭდილება, რის მერეც მე ჯერ ინტერნეტი მე მგონი არ იყო დავიწყე ამ რუდოლფ სერკინის
ჩანწერების მოძიება. ეს ძალიან ბევრია და პრინციპში შეიძლება დაეთანხმო კიდეც. 23 კონცერტის ჩაწერაზე მინდა გკითხოთ, ეს მილონში ჩაიწერა, მე მგონი 80-იანი წლებია, ხო, უკვე ასაკშია. ასე 97 მე მგონი. და საინტერესოა, როცა კონცერტისთვის ემზადება, იქ აღწერილია, რომ არ მოწონდა კადენცია ამ კონცერტის და ითხოვა, რომ მოიტანა სხვა ვარიანტები და მე არჩევანი შეაჩერა ბუზონის ვარიანტზე. რატო ორიგინალი არ დაუკრა? ხო, ძალიან ცნაურია, იმიტომ რომ 23 კონცერტის კადენცია არის ესეთი ეტალონური კადენცია საერთოდ ზოგადად მოცარტის კადენციებისთვის, იმიტომ რომ ვინც კი კარგი კადენცია დაწერა, ყოველთვის ითვალისწინებენ აი ამ ტიპს კადენციასაც მოცარტმა შექმნა. დიახ. და მოცარტს ფაქტობრივად მე-20 კონცერტის მერე აღარ დაუწერია კადენცია, მხოლოდ 23-ს აქვს. და ეს კადენცია ბუზონის შეარჩია ალბათ ბუზონის სიყვარულის გამო. ეს კი ცალკე მხარია ჰოროვიცის ეს რაც ბუზონის პიეტეტი, რომ ახალგაზრდობიდანვე უკრავდა. მე განსაკუთრებით როცა ტოსკანის სიძე გახდა, მაშინ დააინტერესა ბუზონისთან ტოსკანის ურთიერთობა და ალბათ ამან გადაწყვიტა, თუმცა თვითონ ბუზონის აქ უკეთესი კადენციები სხვა კონცერტებისთვის დაწერილი, მე ძალიან მიკვირს, რომ ჰოროვიცმა სწორედ ეს შეარჩია. ჩაწერილი ამ კადენციით არის ეს კონცერტი. ამ კადენციით ჩაწერა. როგორც ჩანს, ყველა კარგი კადენციაც არ მიუტანეს, ახლა შეიძლება არ გამოცემული არ იყო ან მეორე ნაწილში მოხდა, ანუ ეს არჩია და გასაგებია. მეორე ნაწილი განსაკუთრებით ამ კონცერტის მის შესრულებით არის მცირე ცვლილება შეაქვს, ამიქაც ინტერვიუში ამბობს თვითონ კონცერტის შესვენების დროს ჩაწერილი. სარეპეტიციო ჩანწერები არსებობს. იქ ამბობს, რომ ან თქვა მოცარტს ამ დროს არ ეცალა, რაც ლეგენდებია, რომ მხოლოდ სწრაფად წერდა და იორად წერდა კიდეც ზოგადად კი სწრაფად წერდა და ყველაფერს არ წერდა. ეს კლასიკში მიღებული იყო, ბაროკოშიც მიღებული იყო. ყოველ შემთხვევაში დღევანდელი ცოდნით ეს ძალიან ნორმალურია, მოცარტი არ წერდა ყველა პასაჟს, წერდა მხოლოდ თქვა საწყის და ბოლო ბგერას და მერე შუაში შეიძლება და იმპროვიზაცია და ამ შემთხვევაში მოცარტმა შეცვალა რაღაც, ცუდად არ შეცვალა, თუმცა ნუ იქ არის რაღაც ესეთი რომანტიკული ტიპის ჩარევები. ზოგადად ქონდა ჰოროვიცს რომანტიკული დამოკიდებულება მოცარტთან. ვერ იტყვირო ეს თქვა ეს გერმანული მშრალი მოცარტია, როგორც შემდეგ თაობის პიანისტებში იყო, რაც შნაბელმა დაამკვიდრა და ფაქტობრივად დღევანდელამდე ასე მოდის. ხო, ჰოროვიცით არავინ აღარ უკრავს. სამწუხაროდ საბედნიეროს არ ვიცი, მაგრამ ნუ ასეა. ინტერპრეტაციებზე მინდა გკითხოთ, ამბობს რომ ყოველთვის კარგი იმპროვიზატორი ვიყავი. მახსენდება დოკუმენტური ფილმია, მე მგონი რემინისცენციები ქვია, სადაც იწყება ასე, რომ მოძრაობებს აკეთებს თავის სახის მიმიკებს ცვლის და ირწევა როიალს და ამბობს რომ მე ამას არასდროს არ ვაკეთებ, იმიტომ რომ ეს ჩემში თავისთავად და რაც ამოდის თითებში და ამიტომ არ მჭირდება მე ეს რაღაცა. ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია მის ტექნიკაზე, ხო, ჰოროვიცს ჰქონდა ეს განსაკუთრებული პოზიცია ხელის დაბალი პოზიციიდან დაკვრა და ძალიან საინტერესოა შემდეგ ბაირონ ჯანისი მისი მოწაფე იხსენებს, რომ ჯანისი იყო პირველი მოწაფე ჰოროვიცის 40-იან წლებში და ჰოროვიცი ცდილობდა, რომ ჯანისისთვის ესწავლებინა ამ პოზიციით დაკვრა. თუმცა ამან საერთოდ არ იმუშავა ჯანისის შემთხვევაში, პირიქით არის ჯანისის პოზიცია მაღალია, ის ჩანწერებში ჩანს და ეს თბილისშიც იყო სხვა საბედნიეროდ. ჰოროვიცს ჰქონდა თქვა ესეთი სტაბილური ჯდომა, ის არ ინძრეოდა კლავიშთან, მის ხელები საკმაოდ დიდი გრძელი ჰქონდა და კლავიატურას თავისუფლად ფარავდა. არ ჭირდებოდა ზედმეტი მოძრაობა, ხო? ანუ ყველაფერი იყო მიმართული თითებში. აი ჰოროვიცის საიდუმლო არის ამ ბგერაში, წონაში და უნდა აღინიშნოს, რომ ეს როიალი, რომელიც მას დაქონდა, ხო ეს, რა თქმა უნდა, არ იყო აკვიატება, ეს იყო პირველ რიგში ის, რომ მას წონა ჰქონდა დაყენებული შესაბამისად თავისი, თქვათ, პიანიზმისა. და ყოველთვის აკონტროლებდა ამას ძალიან. ეს იმ დონეზე იყო თურმე ორგანიზებული, რომ მოსკოვში 86 წლის კონცერტის დროს რეიგანის პირადი კონტროლის ქვეშ იყო მისი ჩამოტანა. თია მოსკოვში. თუმცა მე არ ვიცი, მაგრამ ამერიკის კონცერტებზე ყოველთვის დაქონდა თუ არა, იმიტომ ვერსად ვერ ვიპოვე. სხვაგან სავარაუდოდ ის ენდობოდა სტენვეის, იყო სტენვეის ფირმა, რომ დიდ საკონცერტო დარბაზებში კარგი როიალები უდგას, თუმცა მოსკოვში მოინდომა, ხო, ეს რაღაც ოდისეის დასასრული, რადგანაც მომდა რომ ყოფილიყო მისი როიალი. თუმცა ეშინოდა თურმე ყოველთვის ჩამოსვლა რუსეთში, არც უყვარდა. საერთოდ ჰოროვიცი ყოველთვის ნერვიულობდა კონცერტების წინ. იმიტომ ყოველი მისი შემდგომი კონცერტი უნდა ყოფილიყო რაღაც ერთ სვლადიდებისკენ. თუმცა ამას ჰქონდა ჩავარდნებიც, აი ტოკიოს, მაგრამ ჰოროვიცი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ თქვათ რუბინშტეინი იღწოდა დიდებისკენ და მუსიკას იყენებდა ამისთვის და სინამდვილეში იყო მათ შორის. მეგობრებად ამ ორ შორის იყო. როცა რაღაც შედარებით დახასიათებას აკეთებ, ძალიან კარგია რომ რუბინშტეინი ამოუყენა გვერდზე, იმიტომ ძალიან ერჩიანი. მეგობრობენ ოფიციალურად, ზედაპირულად, მაგრამ აი ეს შინაგანი ეს ანტაგონიზმი აქვთ. და განსაკუთრებით დაკვრის დროს ჰოროვიცი არასდროს არავის არ ამბობს, რომ ეს კარგია. ინგლისურად ამბობს not bad, ის არ არის ცუდი. და ასე ამბობდა რუბინშტეინის ტექნიკაზე. რუბინშტეინს ჰქონდა ტექნიკა, რომელიც არ იყო ცუდი.
მინდა ვისაუბროთ რახმანინოვის და მის ურთიერთობაზე. შეიძლება ყველა კომპოზიტორის განხილვა ვერ შევძლოთ, მაგალითად აი ბრამსზე ძალიან მიგვის, რომ ბრამსი არ უყვარს მას, ასე ჩანს ამ ბრამსი არ უკრავს, თუმცა აი რუბინშტეინთან შეხვედრის დროს რუბინშტეინმა დაუკრა, თქვათ ბრამსის მეორე კონცერტის ორკესტრის პარტია და ჰოროვიცი მაშინ სწავლობდა ამ კონცერტს, თუმცა აი მე ისწავლა თუ მე დაუკრა კი, თუმცა ადრეულ წლებში მე აღარ უკრავდა. დიახ, და აი რახმანინოვი მისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება ადამიანი, რომელიც ნიუ-იორკში ჩასვლის დროს გაიცნო. ესეც რეალურია, მე მგონი, როცა ეს ამბობს, რომ მესამე კონცერტის უკეთ უკრავდა, ვიდრე თვითონ ავტორი. რახმანინოვი იყო, პრინციპში იყო ეს საკვანძო ფიგურა ყველა რუსისთვის, ვინც ჩავიდა ამერიკაში. ეს არ იყო მარტო ჰოროვიცი, თვითონ ბენო მოისევიჩის მოგონებებშიც არის, რომ ის ამბობს, საუბრებოდა რახმანინოვის ამ ნოსტალგიაზე, იმაზე, ამაზე. საერთოდ ჰოროვიციც ჰქონდა ეს განცდები. მე დარწმუნებული ვარ, ჰოროვიცი უკეთესად უკრავდა, იმიტომ რომ რახმანინოვი უკრავს როგორც კომპოზიტორი, უკრავს ძალიან სადად და ეს პიანისტისთვის, თუმცა რახმანინოვი დიდი პიანისტი იყო ასევე, ხო, მაგრამ ჰოროვიცის ტიპის პიანისტისთვის ხო ეს არ იყო საკმარისი, მას უნდა უფრო, თქვათ, რომანტიზებული, უფრო ეს დიფერენცირებული ეს ფენები, საორკესტრო ჟღერადობა მიეცა, რასაც მე რახმანინოვიც აღნიშნავდა, რომ ჰოროვიცის ხელში ეს ორკესტრი ფორტეპიანო უფრო მეტია ვიდრე ფორტეპიანო, ხო? და საბედნიეროდ გვაქვს მესამე კონცერტის ჩანაწერი, ბევრი ჩანაწერი. ბევრი და განსაკუთრებით ბოლო ეს მეტასთან ერთად, ხო? ხო, ეს ვიდეო ჩანაწერია, თუმცა ეს არ არის საუკეთესო ჩანაწერი, ეს უკვე ასაკში შესული რახმანინოვის არის ადრეული ჩანაწერი. პირველი ჩანაწერი ალბათ საუკეთესოა, იმიტომ იქ არის სრულიად შოკის მომგვრელი ტემპები ხანდახან, ყოველ შემთხვევაში მაშინდელი პიანიზმისთვის დღეს შეიძლება ეს აღარ უკვირდეთ, მაგრამ მაშინ აღნიშნავდნენ, რომ ჰოროვიცი უკრავს თქვათ არა ძალიან სწრაფად, არამედ იმაზე სწრაფად ვიდრე სისწრაფეა. თუმცა იყვნენ უფრო სწრაფი პიანისტები, იგივე თქვათ, მისი პედაგოგის კლასში იყო სიმონ ბარერე, რომელიც ითვლება რომ ყველაზე სწრაფი პიანისტია. ისე როგორც ჰოროვიცი ითვლებოდა რომ ყველაზე ხმამაღალი პიანისტი იყო, იმ მხრივ რომ ყველაზე დიდი ფორტე შეეძლო, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან ყველაზე ხმამაღალი პიანისტი იყო უნგრელი ერვინ ნირეკხაზი, რომელიც ლეწავდა პიანინოებს და ამიტომ კონცერტები თითქმის არ ჰქონდა ამერიკაში. დაეხეტებოდა ესე ჰოლივუდში სადღაც. რას მიოქცი ყურადღება, სიგონებს რომ რახმანინოვას თხოვა მისი პირველი კონცერტი შეესრულებინა და თურმე რახმანინოვის თვლიდა რომ მისი პირველი კონცერტი არის ყველაზე კარგი ნაწარმოები და ჰოროვიცმა ის ვერ შეუსრულა. ვერ შეუსრულა თუ არ შეუსრულა? მე სიმართლე გითხრა არ მჯერა რახმანინოვის, იმიტომ რომ პროკოფიევიც თვლიდა რომ მისი საუკეთესო კონცერტები იყო ისინი, რომლებიც არ სრულდებოდა და ის რიხტერს თხოვდა მათ მეოთხე კონცერტის შესრულებას, მეხუთე კონცერტის შესრულებას და საერთოდ რახმანინოვს ალბათ უნდოდა რომ ჰოროვიცს ჰქონდა მთელი ციკლი. იმიტომ რომ თქონდა ჰოროვიცის ტიპის პიანისტი, სახელს რახმანინოვსაც სულ თქონდა, ხო? ახლა ვფიქრობ, რომ აი ეს ინტერპრეტაცია რაც არის რახმანინოვის მესამე კონცერტი, სწორედ მოდის ჰოროვიციდან. რაც ეხლა სრულდება. ეს დამკვიდრება ხო ხდებოდა თქვათ იმ პერიოდში, ხო? აი თქვათ პროკოფიევი იკვრება ისე როგორც მაშინ უკრავდნენ, რახმანინოვი იკვრება ისე როგორც ჰოროვიცი უკრავს, ჩაიკოვსკი იკვრება ისე როგორც არა თქვათ ჰოროვიცი უკრავს ტოსკანინისთან. ძალიან არა თქვათ რუსული ინტერპრეტაცია, ხო? ჩაიკოვსკის კონცერტს ყველა უკრავს როგორც გილესი უკრავდა. შეიძლება იმიტომ რომ ჩანაწერები იყო ბევრი, შეიძლება იმიტომ რომ მოდელი ეს გახდა და თქვათ არა იტალიური წაკითხვა ხო ამ პარტიტურის. თუმცა ფურტვენგლერთანაც ქონია ჩაიკოვსკის კონცერტი დაკრული ჩანაწერი რა თქმა უნდა არ არსებობს, მაგრამ საინტერესო იქნებოდა გერმანული წაკითხვაც. ვერ აული გვერდს შოპენთან ჰოროვიცის დამოკიდებულებას. არ ვიცი ის მას ქონდა თუ არა ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება, თუმცა თვლიდა 25 თხზულება ყველაზე რთული დასაკრავია ეტიუდები, მაგრამ პოლონის ფანტაზია იყო მის საყვარელი ნაწარმოები. და ასევე სხვა ნაწარმოებებს ფანტაზიაში ხო პოლონის ფანტაზიაში პიანისტი ხშირად ისვენებს, ანუ იქ არის რთული ადგილები, შენებით მელოდიური ადგილები და პიანისტებს უყვართ. საერთოდ ჰოროვიცის გარკვეული რუტინა ღლიდა დაკვრის, მე ასე მგონი, იმიტომ ის ფაქტობრივად ეს უწყვეტ პერპეტუუმ მობილე ნაწარმოებებს არ უკრავს. თუმცა უკრავს ბოლო ეჭვს, რომელიც ასეთი ტიპისაა, მაგრამ ისე ჰოროვიცის შოპენი თვითონ მისივე სიტყვებით არის ძალიან ინტიმური, აი ძალიან ჰოროვიცისეული, ყავს ბევრი ეპიგონი, ყავს ძალიან ბევრი მიმბაძველი, რაც ხანდახან ძალიან ცუდად შემოტრიალდება ხოლმე პიანისტებისთვის, მაგრამ აი ეს მოდელი ეტალონური, როგორც რუბინშტეინის არის, ალბათ ჰოროვიცის შოპენი მაინც არ არის, მაინც ის არის ძალიან ინდივიდუალური. ამიტომ სწავლა მისგან შეიძლება, თუმცა მიბაძვა რთულია, მაგრამ ის იმდენად ვრცელია, ვთქვათ, მისი ჩანაწერები წლების მიხედვით, ჰოროვიცთან მნიშვნელოვანი ეს არის, რომ ჩანაწერები წლების მიხედვით იცვლება. ვთქვათ, დაწყებული მექანიკური პიანინოსთვის ჩაწერილი ჩანაწერებიდან, ვთქვათ, ბოლო კონცერტებზე, სადაც ცოცხლად უკრავს შოპენს, ძალიან დიდია ხო ეს ამპლიტუდა და შოპენი მოცარტთან ერთად, სავარაუდოდ რახმანინოვთან ერთად, ალბათ მისი საუკეთესო რეპერტუარია.
მას ვერ დაუკრავ განებევრებულად წერდა მისი მუსიკალის მამაკაცური და არა ავადმყოფური იმის გამო. თუმცა რას წერდა, რას ფიქრობდა ეს არ ვიცი. ჩვენ სანაცვლოდ კი შევახსენოთ, რომ ჩვენ ვსაუბრობდით ვლადიმერ ჰოროვიძე, რომლის დაბადებიდან 120 წელი შესრულდა, ვსაუბრობდით რადიო კალენდარში შალვა ცხოვრებადისთან ერთად მომავალ შეხვედრამდე.